მოგესალმებით, ეს გახლავთ ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. ჩემი სტუმრები არიან ბატონი ნუგზარ ძიძიგური, ტრანსფორმაციული კოუჩი და მისი მეუღლე თეონა ფერაძე, RPT თერაპევტი. ხო, სწორად ვახსენე, თორე ეს მიმდინარეობა ჯერ არ იცის საზოგადოებამ და მინდა რომ ამის შესახებ ვისაუბროთ. თეონა, თქვენით დავიწყოთ, რა არის RPT თერაპია? ბევრმა არ იცის, ბევრმა კი არა, მე მგონი არავინ არ იცის საქართველოში ამის შესახებ და ძალიან საინტერესო იქნება თუ ამაზე გაგვესაუბრებით. აუცილებლად. მოგესალმებით ყველას და გეტყვით, რომ ეს გახლავთ სწრაფი პერსონალური გარდაქმნის თერაპია. და როგორ ხდება ეს? შეგვიძლია რომ ჩავშალოთ. ძირითადად ვმუშაობ ტრამვებზე. მოდი გავაანალიზოთ საერთოდ ტრავმა რა არის, ხო? კი ბატონო. ჩვენ ვიცით რომ ტრავმა არის სამი სახით. ეს არის ფიზიკური ტრავმა, ფსიქოლოგიური ტრავმა და სულიერი ტრავმა. ახლა ფიზიკურ ტრავმას არ შევეხები, ყველასთვის გასაღებია. მოდი ფსიქოტრავლმაზე გავამახვილოთ ყურადღება. რას ნიშნავს საერთოდ ფსიქოტრავლმა? ეს არის ანუ რასაც გვინდა იმას დავარქმევთ, ეს ტრავმა ცოტა უცხოური სიტყვა და ყურში ცუდად ხდება ხოლმე ზოგჯერ ადამიანს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა განიცადა დამარცხება. მან ვერ შეძლო თავისი ემოციების, თავისი მოთხოვნილებების ტკივილთან ასოცირდება ტრავმა. აი ეს ტკივილი მიიღო მან და ვერ გამოხატა ეს. და ეს ემოციები ჩააბრუნა უკან. ანუ არ მიეცა საშუალება. ხშირად არის რომ დაუცველობის შეგრძნება. ასევე ვისგანაც ელოდა დაცვას, ხო, ვისგან მშობლებისგან, ხო, ძირითადად. მათგან ვერ მიიღო აი ეს დაცვა და უკვე ტრავმირებულია ადამიანი. არსებობს უფრო სერიოზული ძლიერი ტრავმები, არსებობს უფრო აი ეს შეიძლება აქვე ჩაგეკითხოთ ადამა ვიწყდეს აი ეს ტრავმა, რომელსაც აღიარებ, ახლა წეგან ახსენეთ, ხო? თუ აღიარა ადამიანმა არჩება ტრავმად. აი გამოხატა, უფრო სწორად გამოხატვა ახსენეთ, თუ გამოხატა. აი ახლა რა საინტერესო რამეს გეტყვით, კარგი კითხვა იყო. თურმე მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ველურ სამყაროში ველურმა ცხოველებმა იციან ტრავმის დასრულების ხერხები, წარმოგიდგენიათ? დასრულების ანუ? აი ახლავე გეტყვით. მაგალითს მოვიყვან, როდესაც მტაცებელი მისდევს რაღაც ცხოველს, ავიღოთ რაღაც ანტილოპა, ხო? ესე იგი, რა ხდება? აი ამ დროს მახსენდება ხოლმე ის ფილმი რო არის რეკორდი. შემაგინე და ვისვრიო, ხო? გახსოვთ ეს მომენტი, ხო? ადამიანი უნდა ან ცხოველი, ან არსებ, ცოცხალი არსება გამწარდეს, რომ საფრთხე იგრძნოს, რაღაცა შეეხოს და იმან გადაახტეს თავის თავს და აი ასეთ მდგომარეობაშია ეს ანტილოპა, როდესაც მას მისდევს მტაცებელი. არანორმალურ მდგომარეობაში. ეს არის ძალიან ძლიერი სტრესი. და ან ვითარებს ისეთ სიჩქარეს და წარმოიდგინეთ შეასწრო უცებ სადღაც. მაგრამ აი ეს აგზნებული მდგომარეობა, ეს სტრესი, ხო? რა უყოს ამას? მას აქვს უნარი, რომ დაიფერთხოს და განთავისუფლდეს ტრავმა. გაიხაროს გადარჩენით. აი რასაკეთებს? ეს ხო მეცნიერული კვლევაა რა. ფეხებს აბაკუნებს, აი ესე ძაღლები რო აკეთებენ იფერთხავს და მე კიდევ მოგიყვანთ მაგალითს. 5 წლამდე ჩვენ როდესაც ვიყავით ველურები, ხო? ეს უნარი გქონდა. შემორჩენილია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. აი განვიხილოთ მაგალითად ასეთი მაგალითი.
თუ გინახავთ სუპერმარკეტში დედამ პატარას არ უყიდა რაღაცა და გაგორდა ვიატაქსზე და ფართხალეს. მეც გამიკეთებია ალბათ. აქ ბავშვი ტრავმას ასრულებს და ჩვენ რას ვაკეთებთ? ვეუბნებით ადეგი, სირცხვილია, ის რას იფიქრებს, ეს რას იფიქრებს. ვეუბნებით რბილად ნათქვამია. ბევრი უკივის, უცივის და ყურით. აი ცივილიზაციამ, სოციუმმა აიძულა ადამიანს, რომ მოიქცეს არაბუნებრივად. კი არ დაასრულოს ეს ტრავმა, რაც ჩადებულია ცოცხალ ადამიანში. ისა აი ესენი გროვდება. თეონა, კითხვა დამება და ეგრევე. დიდებმა რა ვქნათ? ესეთ შემთხვევაში, რომ გადმოვიტანოთ, ეხლა როგორ დავასრულოთ? ძირს ვერ გავწვევით. ფეხებს ვერ დავაბაკუნებთ. თერაპევტს, RBT თერაპიას სწორედ მუშაობ ტრავმებზე. ეს ბავშვობის ტრავმები არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ 0-დან 7 წლამდე და რა არის 0? ჩასახვა. ანუ ფეხმძიმების დროს. და 7 წლამდე ყალიბდება ძირითადად ტრავმები. აი მერე დიდობაში ვერავინ ვეღარ დაგატრამვირებს და რა ხდება გეტყვით. ავიღოთ მაგალითი. პატარას ძინავს და დედა სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავს, უცებ გაეღვიძა და არ არის დედა. მას აქვს ძალიან ძლიერი ტრავმის, სტრესული მდგომარეობა. შიში მიმატობა დედამ, დედა არ არის და ტირის. უცებ გამოვიდა დედა და ამშვიდა ბავშვი, მაგრამ ამას დარჩა როგორც ტრავმა. აი დიდობაში მერე აი თითქოს არაფერი, ხო? აი ეს მსუბუქი თითქოს რაღაცა თუ ზრდასრულ ადამიანში მსგავსი სიტუაცია უაქტიურდება ადამიანს იგივე მძაფრი ემოციები. თუ შეხვდა და ყოველ ჯერზე უფრო უძლიერდება, არ ვერასრულებს, არ იცის, უნარი აღარ აქვს ადამიანს აი ამ ტრავმის დასრულების. გესმით ხო რაშია საქმე? შეიძლება მცირე დოზის ტრავმას თერაპევტის გარეშე მოვერიოთ. აი ხომ აუცილებელია თერაპევტი. როდესაც ეს გახანგრძლივებულია დროში, მერე ძალიან ხანდახან არის რომ თავისით სრულდება, თორე იმდენ ტრავმას მაგალითად ფილმის ყურებისას რა ტირის ადამიანი, ხო? რაღაცა უაქტიურდება მას. ხო და აი მომენტში არის შესაძლებელი რომ დასრულდეს. რას ამბობთ? მე სულ ტირი. კი, რამაც გაღიზიანად, ანუ ტრიგერი, რაც იყო, ესე იგი ის ტრავმატი იყო, თორე გამორიცხულია, რომ თქვენ რამემ გაგაღიზიანოს, თუ ის თქვენში არ არის. გისმის ხო? ეს არის აი ყველაზე ძალიან ეს ამის გაგება უჭირთ ხოლმე, როდესაც ჩემთან მოდიათ დასახმარებლად, რომ აი იმ ადამიანმა მაწყენინა, ხო? და ეს ურთულესი პროცესია, რომ ადამიანს აუხსნათ, რომ წყენა, ნებისმიერი ემოციის ფაბრიკა, ქარხანა თვითონ ადამიანია. ერთი მხრივ, თუ კი რაღაც ხდება ისეთი მოვლენა, რომ საწყენია, აი მართლა საწყენია. თქვენც გეწყინებოდათ, რომ მომხდარიყო. მე აღარ მახსოვს. არ უნდა შევიმჩნიოთ თუ რა უნდა ვქნათ. აი ნახეთ, აი არ მინდა ეხა გაგვიგრძელდეს საუბარი, მაგრამ ბევრი ფაქტი მახსენდება. აი ადამიანმა რაღაც საწყენი მოქმედება ჩაიდინა. და შენ რო ეს არ შეიმჩნიო, ანუ არ გეწყინოს, თუ არ გეწყინება არ შეიმჩნევ, ხო? ის იგივეს აკეთებს. მეორედ, მესამე და მეოთხე. თუ შეიმჩნევ, მაშინ თუ რეაგირება გექნება, რეაგირება იმიტომ რომ გეწყინა. ეს არის ცოტა ხშირად ფიქრობ ამაზე, რომ აი ხო არ რობოტები ხო არ ვართ, ადამიანები ვართ. წყენა არის ჩემი ესეთი თემა აქტიური. აი ძალიან ბუტია ვიყავი ბავშვები და მოგახსენებთ, რას ნიშნავს საერთოდ წყენა. დავიწყებ იქიდან ისე, რომ ნებისმიერი ემოცია
არის ემოციას ქარხანა, ფაბრიკა თვითონ ადამიანია. და არ შეუძლია სხვა ადამიანს გამოიწვიოს შენ სხეულში, შენ ორგანიზმში ემოცია. ანუ თვითონ ვართ პასუხისგებელი საკუთარ, მაგრამ არ ესმით ეს ადამიანი. ეს ლოგიკურად ჟღერს ეხლა რას ნიშნავს? აი საფუძველი რა არის? რას ნიშნავს და რატომ მეწყინა მე იმისგან? იმიტომ ხომ არა რომ მე ველოდებოდი მისგან სხვანაირ საქციელს. ხომ? და ის მოიქცა სხვანაირად. არის ასე მეთანხმები? დია. ანუ აქ გამოდის რომ მოლოდინებს ვიქმნი მე სხვა ადამიანის მართალი ხარ. მიმართ. 80% ალბათ ამის გამო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად კარგად იქცევა. მაგრამ მე როგორ ვრეაგირებ? აი აქ არის მთავარი დამარხული. გესმით? როდესაც შინაგანად ბედნიერად გრძნობ თავს, აი ეს მე დავასახელებ რისგან შედგება ადამიანი, ეს შინაგანი გუნდისაგან, შინაგანი მეებისაგან, ყველა გაწონასწორებულია, ყველა დაკმაყოფილებულია, ვერავინ ვეღარ მაღიზიან. არავისია მე არ მახსოვს მაგალითად ვინმე რამდენი წელია უკვე რომ ვინმე რამე მაწყენინა. აღარ მახსოვს. ანუ აი სწორედ ეს არის თერაპია, რომ გააცნობიეროს ადამიანმა რატომ წყინს და რატომ, გითხრათ? იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ჩვენი სარკე. არა მარტო ადამიანი, მოვლენა ნებისმიერი. რაც გვჭირდება, იმას ვიზიდავთ. აი მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. კოლუმბმა რო აღმოაჩინა ამერიკა, ხო? რა მაგარია. ჩავიდა და იქ ველურებმა შერაცხეს როგორც ღმერთები. და თაყვანს ცემდნენ მთელი ამბავი, მაგრამ ბოლოს, როდესაც დაინახეს, რომ ეს ხალხი ამ ოქრო განძის გამო ერთმანეთს ხოცავდა, მიხვდნენ, რომ აღარ იყვნენ ღმერთები და კითხეს, რომ როგორ ციდან არ ჩამოხვედი? არაო. ამათ მოუთხრე, ჩვენ გემით მოვედითო. მაგრამ ტიპებმა არ იცოდნენ გემი რა იყო. ეუბნება რომ აი გემიო იქ წყალში დგას, ვერ ხედავენ გემს. აი ხედავთ რა მე როგორც იქნა ხა დაუხაზეს ის პატარა ისინი ქონდათ ნავები და ეს გაუდიდეს ისე და როგორც იქნა ბელადმა მიხვდა რომ ეს გემია და მე ანუ შენში რაც არ არის იმას სხვა ადამიანში ვერ დაინახავ. მხოლოდ და მხოლოდ ეს გაღიზიანებს რაც სხვაშია და აი აქ არის თავარი საკვანძო მომენტი რომ მოდის ადამიანი და მეუბნება იმან მაწყენინა აი ეს საზღვრები ეს იმისი პრობლემაა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ადამიანი იდეალურია და რამე არ ეშლება აქ შენთან არის საქმე ხო ჩვენ გვჭირდება რომ გავარკვიოთ ჩვენ სადავართ ჩვენ რა გვჭირს ამ დროს ვეუბნები ადამიანს რომ რა კარგია ეს არის მარგალიტებს ვეძახი ასეთ რამეს რომ ეს არის საშუალება გაიცნო შენი თავი და აღმოაჩინო რა პრობლემა გაქვს როგორ შემოაბრუნე ვექტორი და რა მასში გაგაღიზიანა შენ პირდაპირ ან ირიბად გაქვს დაბლოკილი. ეს ჩემი მოფიქრებული არ არის იუნგმა. კარგი იქნებოდა რომ ჩემი ყოფილიყო, მაგრამ აი თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია, ესე რომ ვიქექოთ ჩვენს თავში შეიძლება წლები დაგვჭირდეს, როდესაც თერაპევტი ალბათ რამდენიმე სეანსში სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ეს თანამედროვე მიმართულება ეს არფითი თერაპია რომ ერთ სეანსში შეიძლება ერთი პრობლემის მოგვარება და როგორ ჩავდივარ ღრმად ქვეცნობიერში ჰიპნოზის მეშვეობით იცით აი ეს ცოტა ვის არის ადამიანებს აღიზიანებთ ეს სიტყვები ხო მე ვიძახი რომ
მყოფადობის მდგომარეობაში, საერთოდ აი მედიტაცია, რასაც მედიტაციური მდგომარეობა, ეს არის მყოფადობის მდგომარეობა და ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანისათვის. გეტყვით რატომ? მინიმუმ 2 ჯერ დღის განმავლობაში თქვენ აუცილებლად ხართ თუ მეტჯერ არა. ამ მდგომარეობაში გაღვიძებისას, როდესაც აი ცნობიერება გაქვს, მაგრამ სხეული გათიშულია და ჩაძინებისას. სანამ გამოვხიზდები და ძილბურაში. დიახ და ჩაძინებისას აი სწორედ ამ დროს ხართ ძალიან ახლოს ქვეცნობიერთან და ამ დროს გაფიქრებული, დაპროგრამებული თქვენი თავი იძლევა შესანიშნავ შედეგს. გესმით? აი ხო და ჩაძინებისას გუში ვფიქრობდი როგორი არაჩვეულებრივი პოდკასტი გამომივიდო და ჩემს საინტერესო სტუმრებთან ერთად. სხვადასხვა რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რაღაც კრიზისი მქონდა, სულიერი და ვუთხარი, აი ისეთი ადამიანი მომიძებნე, რომ არ მინდოდა ეს წლობით სიარული თერაპევტთან, რომ აი ესე შემომილაწუნოს თქო, რა აი უცებ და ვიყავი ერთ ადამიანთან, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ გავაგრძელე მასთან ურთიერთობა, მაგრამ აი როგორი საჭირო იყო მაშინ მცოდნოდა ამის შესახებ. მე გეუბნებით ეს დაახლოებით 10 წლის წინ იყო. 10 წლის წინ თქვენ მუშაობდით, ხო? ეს თერაპია 8 წელია, რაც უკვე ესე იგი იმდენად შემოვიდა. ძალიან ჭირდებათ ადამიანებს, აი გახანგრძლივებული, დრო არის დაჩქარებული და ის გახანგრძლივებული თერაპიები ფიქრობ, გახანგრძლივებული არ არის აუცილებელი. აი ხომ გეუბნებით, რატომ ქვიან სწრაფი პერსონალური გარდაქმნა, რომ ძალიან მარტივად ხდება ადამიანის გარდაქმნა. ერთი სეანსი მაინც ფანტასტიკაა. ერთი სეანსი ერთ პრობლემა, ერთი საკითხი. წენა, მერე თქვა შურიანობა, მერე. და მაგრამ აი ერთს რომ ჩავატარებთ აი ამ თერაპიას, მას შეუძლია რამდენიმე წამოიღოს. გესმით ხო? აი თქვენ ახსენეთ სული, ხო, სულიერება. ეს არის საერთოდ რას ნიშნავს ფსიქოთერაპია? სულის თერაპია. ხო, სულის მეცნიერება, ხო? ადამიანი რისგან შედგება? მოდი ვთქვათ, 3 ასპექტისაგან: ფიზიკური, ფსიქოსოციალური და სულიერი. აი აქედან თუ რომელიმე დარღვეულია, ან არ არის შევსებული, ადამიანს მაშინ აქვს პრობლემები. გესმით ხო, როგორი მნიშვნელოვანია და აი ეს რა არის, ხშირად იცახიან, რომ რა არის ეს სულიერება და ამ დროს მახსენდება ვაჟა-ფშაველა, ხო? სულიერების აღქმა ადამიანს როდის აქვს? როდესაც უყვარს თავისი თავი, თავის თავში უყვარს მთელი სამყარო და საკუთარ თავს განიხილავს როგორც ერთ მთლიანს ამ სამყაროში. აი ვაჟა რო ამბობს, დამსეტყვეცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა შეუდრეკელი მოუღალავი მკლავითა, ხო? აი მოდი გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები. ადამიანი იმდენად ძლიერ არის აი ამ სამყაროსთან გაერთიანებული, რომ რაც უნდა მომივლინო, სიხარულით ხვდება. გესმით ხო? აი ამიტომ ჩემთან რომ მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ აი ეს რატომ ჭირს რა? იმიტომ რომ გჭირდება. სწორედ ეს პრობლემა არის შენი განვითარებისთვის აუცილებელი. სამყარო შეცდომებს არ უშვებს. იმიტომ მოგივლინა, რომ აი ამას რო გადალახავ და სუფთად გამოხვალ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის აკეთებს არჩევანს. აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ თავზე, თუ აი ეს რელიგიურადაც კარგად ჟღერს, რომ ეშმაკს მიყიდოს სული თუ სულიერება
აირჩიოს. ადვილად იგებენ ამას, აი ტრავმირებული ადამიანისთვის ცოტა რთულია, როდესაც ცხელია მისი ემოციები, რთული მეჩვენება რომ გაიგოს აი სწორედ ცხელ ემოციებს, ცხელ კვალზე რომ ჩავყვები და რომ ხედავს ადამიანის შედეგს თავიდან შოქშია, იმიტომ რომ ვერ იჯერებს წლების განმავლობაში რომ აქვს ადამიანს პრობლემა, იქ მერე მეორადი სარგებლები ჩდება და უჭირს უარის თქმა აი ამ თავის პრობლემაზე. გესმით ხო? მაგრამ რო ხედავს ამ შედეგს, გაითავისებს, ეს ისე ბუნებრივად ხდება ჩვენს ორგანიზმში, სხეულში ჩადებულია თვითგანკურნების და ამ რესურსის ამოქმედება ხდება, გაღვიძება თქვენს მიერ. როგორც კი გამაისულ ვიძახი ხოლმე რომ შედარებად. გაიხედეთ გარშემო რამხელა კორპუსებია, ხო, ჩვენს გარშემო. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს აი ამ ხელა კორპუსის ხელა ლოდები ფეხებზე, ხელებზე, ზურგზე ყველგან აქვს მობმული და აი ასე დაათრებთ ეს ტრამვები ეს არის. საბედნიეროდ შემოვიდა ეს კულტურა უკვე ძალიან ბევრი ხმით მოსწავლეებთან მაქვს შეხება და მათგან ვიცი რომ ყოველი მესამე ბავშვი თინეიჯერი დადის ყავს თავისი ფსიქოთერაპევტი. ძალიან მიხარია ეს ამბავი და ბატონო ნუგზარ, ეხლა მაქვს თქვენთან კითხვა. აი ძალიან ხშირად ეკითხებიან ხოლმე ხელოვან ადამიანებსაც თქვათ ორი მსახიობი თუა ოჯახში ორი მომღერალი რა აი როგორ ეგუებით ერთმანეთს ნუ არ ვიცი ძალიან ისეთი კითხვა ეტყობა ცოტა რთული ამბავია ხო თქვენ შემთხვევაში ხა ორი ფსიქოლოგი ანუ თქვენ ხო მუშაობთ ტრანსფორმაციაზე თქვენს რა თქმა უნდა როგორია აი ორი ფსიქოლოგი ოჯახში ეს თქვენ ერთმანეთთან არ უშვებთ შეცდომებს ესეთ ადამიანურ შეცდომებს ლიკა ყაზბეგის პოდკასტი იწერება პოდკასტ ზონაში. ჩვენი მხარდამჭერები არიან კომპანია მზედა ღვინო, ბრენდი ფოტია, დიზაინერები ნინო გოგიბერიძე და თამუნა კოპაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ნუ ეს საინტერესო საუბრობდით, არ ვერთვებოდი საუბარში. ხო და ვავსებთ ერთმანეთს, შეგვიძლია ვთქვათ. აქ შეცდომა, არ შეცდომა, არა, საერთოდ ესეთი რაღაცა შეცდომა. მე ვიტყოდი რომ არ არსებობს. არის გამოცდილება. თუ რაღაც პირველად ხდება, გამოცდილება, თუ ერთი და იგივე გვიმეორდება, ეგ შეიძლება დავარქოთ უგუნურება, მე ვარქმე უგუნურებას. ნუ ერთა იმავე წრეზე სიარული. და აქ პირიქით ვავსებთ ერთმანეთს. საერთოდ ხო, თავარი არის ერთი მიმართულებით სიარული. აი ურთიერთობებში, მე ურთიერთობებზეც მუშაობ, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა, ეს ცალკე თემებია და ერთი მიმართულებით მივდიოდით. აი განსაზღვრული გვაქვს, ერთმანეთს უგებთ, ერთმანეთს უზიარებთ, ერთმანეთს უზიარებთ ემოციებს, აზრებს, სურვილებს, არ მანიპულირებთ ერთმანეთით, ხო? ადვილად შეგვიძლია. აზრიც არ აქვს, ეგრევე ამოიცნობთ ერთმანეთის მანიპულაციას. ცოცხალი ურთიერთობა გვაქვს, ხო? ნუ ახლა იდეალურს და ახლა იმას, ესე ნუ საერთოდ რა არის იდეალური, მაგრამ მიმართულების განსაზღვრა, ერთად მუშაობა, ერთმანეთზე ზრუნვა. ეს არის მთავარი დანარჩენი, ისეთ ხდება. მოკლედ სრული ჰარმონია და იდილია. აი მეც გეტყვი თვითონ. აი სხვათა შორის მე თვითონ დავაკვირდი, ეხლა ჩემ თავს რა გკითხეთ, როგორ გკითხეთ, რომ აი შეცდომებს უშვებთ თუ არა ერთმანეთთან. თქო და მე გავაანალიზე ჩემი კითხვა, რატო გკითხეთ ეს. ძალიან ბევრ ადამიანს, აი მეც რატომღაც გონია რომ თუ რახან ფსიქოლოგია ადამიანი არ უნდა დაუშვას რაღაც გამადიდებელი ლუპით უყურებენ ადამიანები აი როგორც მოძღვარს მღვდელს გამადიდებელი ლუპით უყურებენ რომ აი მან არ აქვს უფლება ეს ცოტა ხო არ არის თუ გაქვთ ეს მომენტი ხო არ გძაბავთ ცოტა არ იყოს თქვენც ხო შეამჩნიეთ ალბათ ეს არა ადამიანები ესე კი უყურებენ ესეთი თქოს ისა ხო და სწორედ ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ჩვენი ემოციებით, აზრებით, სურვილებით, ყველა ერთნაირები არ უნდა ვიყოთ, ამაშია ცხოვრების უნიკალობა, რომ ყველა ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ ერთადერთი, განუმეორებელი, უნიკალური, ჩემი მეუღლეც არის ერთადერთი, განუმეორებელი და უნიკალური. ჩვენ ყველა ესეთები ვართ. და მე ვიღებ, ნახე,
ჩვენ მუშაობთ ამაზე, ხო, ცალკეც ამაზე გვისაუბრია და ასე შემდეგ ეს კიდე ცალკე თემებია შეგვიძლია მეც ვისაუბროთ, რომ ადამიანი ჯერ პირველ რიგში ჩემ თავს სწავლობ, სხვა ადამიანს სწავლობ. სხვა ადამიანში, როგორც თეონამ თქვა, უყურებ ჩვენ თავს. ხო, ახლა საუბრობ და იმას. ეს არის კარგი საშუალება ჩვენი თავის კარგად შესასწავლად. ამაში ერთმანეთს ვეხმარებით მინიმუმ მიმღებლობა. მიმღებლობა არ ნიშნავს ყველაფერში დათანხმებას. მიმღებლობა არის, ან უყურებ ადამიანის ამ უნიკალობას, მე ჩემებური უნიკალობა მაქვს, ბევრი შეხების წერტილები გვაქვს, ერთმანეთს უგებთ, ერთმანეთს ვზრუნავთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და გარკვეული ერთი მიმართულებით მივდივართ და დანარჩენი რაც ხდება, ყველაფერი კარგია. სამყაროში ცუდი და არასწორი არაფერი არ არის. ხო, თეონამაც პრინციპში ახსენა, ღმერთი შეცდომებს არ უშვებს, ხო? ესეთი. სამყაროს შეცდომებს არ უშვებს, ყველაფერი რაც ხდება, ხდება. თავარი არის ვიყო ჩემ თავთან გულწრფელი, ჩემ თავზე სხვაზე ზრუნვა ვიცოდე და ჩემი საკეთებელი ვაკეთო და დანარჩენი რაც ხდება, ხდება. ამას ვიღებ და აქედან ვიღებ გაკვეთილებს. მთელი ცხოვრება ყველაზე დიდი მასწავლებელი საბოლოო ჯამში ცხოვრებაა თვითონ. ხო, ჩვენ რომ მივყვებით, ყველა არ ვიბადებით ეს ჩამოყალიბებული რაღაც პიროვნებებად. პიროვნებას ვაყალიბებთ, ყალიბდება, ეგ არის პროცესი, ზრდის და განვითარების პროცესი. და ამაში ორი ადამიანი ერთად თუ არის, ერთ გზას მიყვება, ერთმანეთს ხარს უჭერს, ზრუნავს და დანარჩენი რაც ხდება, ვიღებთ და ჩვენი გაკვეთილებია, იქ უკვე შეცდომა სწორი, არასწორი, ეს არ მიდის საუბარი. უბრალოდ გაკვეთილებია და ცხოვრება, საოცრება ცხოვრება, ხო? ქონიათ ესეთი შემთხვევა? ყველაფერი და ესე ის არავინ არ იცის, ხო? ეს არის პროცესი, ცხოვრება პროცესია. რადგან ფსიქოლოგი ვიხართ, ქონიათ ხო, რომ რაღაცას გეუბნებათ მეუღლე და თქვენ უკვე იცით. ცოტა ეს მე შეიძლება ცოტა ისეთი კითხვებიც დაგისვათ, რომელიც შეიძლება არაჯანსაღ კითხვად აღიქვათ თქვენ, მაგრამ რადგან პოდკასტია და ჩვენ ბევრი ჯანსაღი და ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიით, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებთ. ხო, ბევრი ესეთი მაყურებელი გვყავს. ჯანსაღიც, არაჯანსაღიც და მაშინ ჩემი კითხვებიც ისეთი სწორად ვიცი, რომ სწორად არ. კონფლიქტზე ვილაპარაკოთ. კონფლიქტიც რა უნდა მეკითხა. კონფლიქტი არ აქვს ფსიქოლოგს უქმარს ერთმანეთში. ამის გარეშე წარმოუდგენელია და რა ხდება ამ დროს, ხო? ორი ადამიანი, ხო? კონფლიქტი ხა უცხოსთან არ მოგდის, უფრო ახლობელთან, ხო? კი, უცხოსთანაც შეიძლება, მაგრამ რა ხდება ამ დროს? აი სწორედ ორი ადამიანის ურთიერთობის დროს კონფლიქტი, ანუ აი ეს ჩხუბი, დაძაბული ურთიერთობა არის მაშინ, როდესაც ერთსაც პრობლემები აქვს, მეორესაც პრობლემები და გადაკვეთა ხდება უბრალოდ. მაგრამ რა მოიაზრება პრობლემაში, ხო? სინამდვილეში თვითეული თავის თავს ეჩხუბება, რატო ვიცით? იმიტომ რომ ზოგადად საუბრობთ, მე მეგონა თქვენ წყვილზე. დიახ, ჩვენზედაც საუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველაფრის ნაწილი. ფსიქოლოგიურ ციტატებს ხო არ ესვრით ხოლმე ერთმანეთს ჩხუბის დროს. ჩვენ ყველაფრის ნაწილი ვართ. იმიტომ რომ აი უმნიშვნელოვანეს რაღაცას ვიტყვი. ადამიანს აი ამ ხშირად ადარებენ ადამიანის ცნობიერებას, აისბერგს, ხო? პატარა წვერია გზევით და დიდი ნაწილი ქვევით. მე კიდე ვიტყოდი, რომ უფრო მეტიც მთელი ოკეანე ადამიანის ქვეცნობიერი. პლუს კიდევ არაცნობიერი. უზარმაზარი. ეს ჩვეულებრივი ფაქტია, რომ ადამიანს 96% აკონტროლებს ეს არაცნობიერი. და თუ პრობლემა აქვს ადამიანს, წარმოიდგინეთ მაშინ 96%-ზე გაცილებით მეტი პროცენტია. დაავადებულ ადამიანს, აი დამოკიდებულება, რასაც ქვიან, ხო?
თლიანად არ იცის ადამიანმა რას რატო აკეთებს, ხო? ესე იგი მან იცის რომ ეს რაღაცა ნივთიერება აყენებს ზიანს, მაგრამ ვერ ამბობს უარს. აბსოლუტურად მართავს მას ქვეცნობიერი და რა არის ეს? რა ძალებია, ხო? მე ვსაუბრობენ დამოკიდებულებას იმაზე, მაგრამ მიზეზს არავინ არ ამბობს. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანს მართავს ინსტინქტები. და რა არის ინსტინქტი? ეს არის ევოლუციურად ადამიანს, როდესაც აი რეპტილიდან წყალში რო იყო, ხო? ეს რეპტილიურ ტვინს ეძახიან მეცნიერები ამას და ადამიანს მუცლის ქვედა ნაწილში აქვს აი ამ ინსტინქტების შეგრძნება. ემოციები უფრო არის აი ლიმბიური სისტემა, აი ამ ენერგეტიკულ ცენტრს, ეს ენერგეტიკული ცენტრი განსაზღვრავს ემოციებს. ხო და ეს რომ ძალიან ძველია ეს ინსტინქტების ფორმირება, ეგოს ძახილი, ხო? ამიტომ ის არის მეფე, ბრძანებელი. სწორედ ამ ინსტინქტით მოქმედებს, გადარჩენის ინსტინქტით. აი ეს ეგოც ამისთვის არის საჭირო. კაცობრიობა არ იარსებებდა საერთოდ, ხო? აი ეს გადარჩენის ინსტინქტი რო არ არსებობდეს, მაგრამ როდესაც შენ ტრავმა ქონდა, ან ბავშვობაში, ან შეიძლება მშობლებისგან გადმოგეცა, ან კიდევ უფრო ღრმად წინაპრებში, მაშინ ამ ტრავმამ ის, თუნდაც აი ბავშვობის მომენტი რო ავიღოთ, გადაგარჩინა. მაგრამ დღეს, როდესაც აღარ გემუქრება საფრთხე, ხო, აღარ გჭირდება და ხელს გიშლის. აი ეს ინსტინქტი ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გაქვს. აი სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ჩავიდეთ დაბლა ქვეცნობიერში და გავანეიტრალოთ. ისე მარტივად ხდება ეს ყველაფერი თერაპიის დროს. წინაპრებში დაშვებული შეცდომები დავარქვათ, ხო? შეიძლება შვილიშვილს მოჭრას? დიახ, ამას ეწოდება ეპიგენეტიკა. შვილიშვილმა შეიძლება ეს ერთ სეანსში შეცვალოს რეალობა. დიახ, აი რა ხდება. გამოასწოროს ცოტა ფანტასტიკის მსგავსია ეს ყველაფერი, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს შეიძლება ასე მოხდეს. მაგრამ აი მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, როგორ შეიძლება შვილიშვილმა ბაბუის, ბებიის ჩადენილი რამ, რაც გვაზიანებს, გამოასწოროს. ჯერ მოდი ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ გადმოეცეს, ხო? იმიტომ რომ გენეტიკა ვიცით, ხო? ბაბუას მცხვირი გაზის, ბაბუა ესე აკეთებს, მაგრამ აი ეს არ არის ვიზუალურად შესამჩნევი. ის რაც ბაბუამ ჩაიდინა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, ხშირად ამბობენ, რომ მუცელში დედა რო ფეხმძიმედ არის პატარაზე, ხო? ან ახალ დაბადებულ ბავშვზე რო რა ესმის ხო, რასაც გვინდა იმას ვიყვირებთ, ვიჩხუბებთ, იმას არა, ჩემო კარგმო. აღქმა აქვს მას უფრო ძლიერი აღქმა აქვს, ვიდრე შემდეგ დიდობაში. ესმით, ამიტომ არის პატარა მოწყვლადი და ვიძახით 0-დან 7 წლამდე მიღებული, მაგრამ როგორც კი ხდება ჩასახვა ადამიანში, ხო? ეს დედის აღქმები, აი რატომ ვამბობთ ხოლმე, რომ ფეხმძიმე, ქავს, როგორ ვეფერებით, ველოლიავებით, რასაც მოისურვებს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა, ძველმა ხალხმა იცოდნენ, რომ ეს ბავშვზე ძალიან მოქმედებს. მეცაც გეტყვით, სანამ ჩაისახება წყვილი, ხო, აპირებს ოჯახის შექმნას და ერთი ამი არ მინდა ბავშვი. უკვე შეკავებული ბავშვია, მას აღქმის დონეზე იცის ეს ყველაფერი. გესმით, რა საინტერესოა და მით უმეტეს ეს ბაბუა
რომ რაღაც ჩაიდინა, ის აღქმის დონეზე მის შვილს, მის შვილს გადმოეცემა. გესმით რა საინტერესოა? აი ესე მე შეიძლება ამ ბაბუამ დაასრულოს ეს ტრავმა, მაგრამ ამას გადმოეცეს და დარჩეს. სწორედ მე ყველას ვეუბნები ხოლმე, შემთხვევით ჩემთან არავინ არ ხვდება. ანუ აი ეს ინტუიციურად ადამიანი უკვე მზად არის, ეს ფსიქოთერაპევტების საყვარელი ფრაზაა, რომ ყოველი ტრავმა მიისწრაფის დასრულებისკენ. რომ ამოგიგდოს ზედაპირზე, არა ეს გეხვეწება, რომ დაასრულო. გამოჩდება სპეციალისტი ისა და მიაგნებ თუ გაწუხებს ესა და სწორედ აი ამ ადამიანში წყდება აი ეს შთამომავლობაზე გადაცემის ხაზი, აი ეს ტრავმა აღარ გადაეცემა. გესმით? ამიტომ ვეუბნები ხოლმე, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ, როდესაც იწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას. გესმით ხო, როგორი მნიშვნელოვანია. საოცარია. ჩემი ნება რო იყოს და რომ შემეძლოს, აი შევკრებდი ფეხმძიმე ქალბატონებს და აი სემინარს ჩავუტარებ. აი ეს ერთეულება შეიძლება ახლა მოისმინონ ეს პოდკასტი, ან შეიძლება გვერდზე ყავდეს ადამიანი და უბრალოდ არ აცნობიერებდეს და ამ დროს როგორი საჭიროა. აი წარმოვიდგინე რომ არ არის არც ერთი ტრენინგი მე ამსმენია რომ აი ფეხმძიმე ქალბატონებისთვის ვორქშოპია არასდროს ამსმენია. კი, თერაპევტები ამას აუცილებლად უხსნით, როგორი მნიშვნელოვანი. აი წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანიც გვისმენს, ხო? ფაქტიურად ჩვენი ცხოვრების 80% წყდება ბედი ჩვენი დედის მუცელში. ოფნის დროს. დიახ, გითხრებით. რამდენი ადამიანი მოისმენს დაუშვათ ჩვენს ნათქვამს, რამდენი ადამიანიც არის, ყველა სხვადასხვანაირად გაიგებს, იცით? იმიტომ რომ აი ეს აღქმის უნარი აქვს ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი. აი, ნუგზარმა ბრძანა რომ უნიკალურები ვართ. თემ სოფლიოში იპოვით სადმე მეორე ნუგზარს, მეორე ლიკას, ვერსად. ხო? მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ისე გაიგებენ როგორ, ანუ ფეხმძიმობის დროს. არა, კონკრეტულად ამაზე არ ვამბობ. ვამბობ აი უბრალოდ აღქმაზე, ხო? ზოგს ძალიან შეეხება, ზოგი გაღიზიანდება, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ მასში არის ან პირდაპირ ან იბრიბად მსგავსი თემა დაბლოკილი. ზოგი შეცვლის თავის ცხოვრებას, ერთი სიტყვაც საკმარისია ზოგჯერ, რომ ცვლილებები დაიწყოს ადამიან. ზოგი აი ამას შეინახავს და ეს ძალიან ხშირად ხდება და გარკვეული დროის შემდეგ უცებ მოდის გაცნობიერება და აი ეს ხო პრაქტიკაში ეს ხდება, უნათდება თუ აი იმან რო ეს თქვა ანუ ის სხვა არის რომ გესმის ყურით ისმენ, მაგრამ რო ჯდება ცნობიერებაში და შენ ამის შედეგად ცვლი შენ საერთოდ რა არის ადამიანი, ხო? ქცევების და ჩვევების არსება. აი ამ ჩვევებმა მიგიყვანა ამ პრობლემამდე, ხო? რა მარტივია, შეცვალე ჩვევები და მიგიყვანა. არ არის მარტივი, მოდით თქვათ, რომ არ არის, აი ჩვევების გადაჭრება. აი აქ არის, რატომ ვერ ცვლის ადამიანი თავის ჩვევებს? ტრამები ტრიალებს ერთ წრეზე. ტრიალებს. ალბათ мотиваციას, მაგრამ ეს გაცნობიერება ახსენეთ, სიტყვა ჩემთან ძალიან ისე ინტენსიურად შემოვიდა. ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება. აი ეს პროცესი გაცნობიერების. აი ძალიან დამიჯერეთ, ვისაც ეს არ ქონიათ. კი. საოცარი სიამოვნება. აი სწორედ თავისუფლებასთან აღიქმება ჩემთვის, რომ აი რაღაც გავაცნობიერე, ამოვისუნთქე, გავთავისუფლდი, აი რა დიდი ტვირთი. უზარმაზარი ლოდი მოგეხსნათ. აი ასე ეხსნებათ ადამიანებს ესეთ ბევრი როც მოიხსნე. კი არის იბლი ფრენავ. დაფრინავ, კი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაც ზედაპირზეა, ხო?
ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცებ გასხივოსდები და რაღაცა. კიდევ შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანი რა არის ეს ცნობიერების დონეებს რომ შევერხოთ, ხო? ყველაზე მაღალი ცნობიერება ეს არის სიხარულის შეგრძნება. აი დილას რო გაიღვიძებ, რამდენად გაქვს აი ეს შეგრძნება, ხო? ხანდახან არის აი წამოხტები, გიხარია ყველაფერი. ხო ასეა. მაგრამ აი მე ვასწავლი ადამიანებს როგორ გადართონ აი ეს ხანდახან სიზმარი ხო ვის არის გადამუშავება ხდება და ხშირად არის რომ ცუდ ხასიათზე იღვიძება. რა ქნას ამ დროს ადამიანმა? აი ჩხაკ ძველად რო იყო ყველაფერი ისინი რადიო ისაც ჩხაკ ხო იძახ გადართე. თეონა რამე და კითხო ჰელინგერის მეთოდის შესახებ განლაგებები ეგრეთ წოდებული. თქვენ მუშაობთ ამ მეთოდიდაც, როგორც ვიცი. აი, გეტყვით ხო, სწორედ ჩემს სპეციალობას RPT თერაპია საფუძველი არის სისტემური განლაგება და ეპიგენეტიკა. დაედო საფუძვლად. აი ძალიან რომ მეკითხებით როგორ ხდება ეს ყველაფერი, მე კი გეუბნებით რომ მარტივად, მაგრამ გეთანხმებით რომ რთული დასაჯერია. როდესაც ვაკეთებ სისტემურ განლაგებას განსაკუთრებით, სისტემა იცით რა არის, ხო? შეიძლება იყოს ოჯახი, საგვარეულო ცოტა გამიჭირდა წარმოდგენა, ხა ეს ჩვენ ბევრი ვიყავით, როდესაც მე დავდიოდი და გავიარე ეს კურსი. როგორც მონაწილემ და ერთ ადამიანთან ეს როგორ ხდება? ისიც მე არ ვიყენებ ადამიანების გუნდს, მე ვიყენებ სათამაშოებს. ვაკეთებ სისტემურ განლაგებას და იმდენად კარგად ჩანს ყველაფერი. აი ეს იქ შემთხვევითობა არ არის, რომ ადამიანმა შემთხვევით და რომელი შენი მაგალითად საგვარეულო სისტემაში, ხო, ვინსაით იყურება ხელის გულზე ყველაფერი სად არის პრობლემა და პირდაპირ იქ ჩავდივართ და ყველაფერს ვანეიტრალებ. თქვენ ისეთი ჯადოსნური მეთოდები ახსენეთ, იმიტომ ჰელინგერის მეთოდიც ხო ბევრმა შეიძლება არის. საკმარისი არ არის მარტო რომ გაიგო რა გჭირს, ხო? ჭირდება ეს სისტემური განლაგება გვეუბნება სად არის პრობლემა. ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ეს ჩემი სპეციალობა აი ამ დიაგნოსტიკაში იყენებთ? რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო არის. აუთ ბრავალ მეთოდს ვიყენებ თანამედროვე გეშტალტ თერაპიის ტექნიკებს, სხეულზე ორიენტირებული თერაპია კარგად მუშაობს. ანუ თქვენი საავტორო პროგრამა გაქვთ, შეიძლება ითქვას, ხო? აი ახლა გეტყვით რომ მეკითხებით რა არის. მე გეტყვით რომ ეს არის ხელოვნება. ჯერ ეს ერთი ინტუიციით, როდესაც გააქვს კარგი პრაქტიკა, გამოცდილება, ცოდნა შესაბერისი, ხო? აი ეს ენერგეტიკული ცენტრი, რომელიც ემოციას ინტუიციას აძლიერებს, ხო, იმდენად განვითარებული გვაქვს, რომ შეხედავ ადამიანს უკვე წაკითხულია. რა წუხევს, მიხრა სხეულის ენა, როდის რას ამბობს. ეს თემები ჩემთან ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ სხეულზე მუშაობს სამოდელო სააგენტოში. რა თქმა უნდა, აი, ვის რა აწუხებს, ხო, სიარულში ელემენტარულად ყველაფერი ჩანს და როგორი საინტერესოა. სიარულის მიხედვით მე ბევრი რამის გაგება შემეძლია ადამიანს. უკვე იმიტომ რომ ეს ფსიქიკა ადამიანის უკვე შესწავლილი გაქვთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი უფრო პრაქტიკა, იმიტომ რომ 30 წელია ცოტა ისე ჟღერს რომ ამბობ ხოლმე, რომ რასაც სწავლი და სიარულის ხელოვნებას. მეც ესე ვამბობ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ხელოვნება არის. რომელ ადამიანს როგორ მიუდგე? ეს აი როდესაც გიყვარს შენი საქმე ძალიან, ხო? იქ არ აქვს უკვე არაფერს მნიშვნელობა. დგები პირისპირ და ეს თვითეული შენი
ქმედება, გამოჯამრთელებული ადამიანი, ეს სიმხელა ბედნიერება ჩვენ ყოველდღე ვაბარებთ გამოცდებს, ხო, სამყაროს წინაშე. აი ეხლა გვეუბნება ვისაც ღმერთი სწამს, ხო? ღმერთი აბა როგორ მოიქცევა ეხლა თეონა. რამდენად ღირსეულად, რამდენად სულიერად, აი აქ არის მნიშვნელოვანი. ანუ მუდმივად დაკვირვების ქვეშ ვართ ზევიდან, ხო? რა თქმა უნდა, აი ამის ეს არის სულიერება და ეს არის რწმენა. მერე როდესაც იზრდება ადამიანი სულიერად, პიროვნულად, გრძნობს სამყაროს ხო, მთლიანობაში, სამყაროს ნაწილად გრძნობს თავს და მე უკვე პასუხისგებლობა მაქვს ამ სამყაროს წინაშე, ხო? მისია მაქვს ავიღე, რომ ადამიანებს დავეხმარო. არ დავაზიანო სამყარო. ჩემი განზრახვა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ადამიანი იყოს და როგორ არ დავაზიანო სამყარო. ელემენტარული ის რომ ნაგავს არ დავყრი, ელემენტარული რომ უარყოფითი ფიქრები არა მაქვს, ხო? როგორ შეიძლება რომ არ ქონდეს, ხო? შეიძლება. ხეთ აი ისე სიამოვნოს, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ რაზეც ყვები და რასაც ამბობთ. გარკვეულწილად ჩვენ სამივე ვთვლი რომ კოლეგები ვართ. ანუ მეც ტრანსფორმაციაზე ვმუშაობ. ანუ მომიყვანეს გოგო ბავშვი, რომელიც მამაკაცივი დადი, რამდენიც გნებავთ იმდენია, თინეიჯერები და მერე აი პრინცესას ვამსგავსებ 3 თვის მერე და აი ამის ეს არის ისეთი სასიამოვნო ეს ტრანსფორმაციაში რომ იღებ მონაწილეობას. სხვის ტრანსფორმაციაში და ეხა საკუთარი თავის ტრანსფორმაცია რა სასიამოვნო პროცესია. მე წარმომედგენია კი არა ვიცი. რომ აი ვინც არ იცის ამის შესახებ და აი მე კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ რომ ადამიანი, როდესაც იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, საკუთარი თავის შესწავლას, ხო? შეყვარება საკუთარი თავის მთელი სამყარო და სხვა ადამიანები გადაშლილი წიგნებით არიან. უკვე ზეპირად იცი, ვის რა უნდა. გაფიქრებული არ აქვს, რომ ხვდები. ხო და მეთანხმები ხო არის? რა თქმა უნდა გეთანხმებით, მაგრამ ხო შეიძლება ისეთი აზრებიც იყოს, რომ ჩობდა, რომ არ დაგენახა და არ წაგეკითხა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანი შეიძლება იდეალური იყოს, არა, ხო მე ვხუმრობ, ეს არის ფანტასტიკური, რა თქმა უნდა და თუ ამას მივახცევთ, შემოდის საზღვრების თემა, რომ ჩემზე როგორ რეაგირებს ეს იმისი უფლებაა. კონდეს ესე და რო არ იყოს ეს სამყაროში ეს უარყოფითი ენერგია აღარ იარსებებდა პოზიტიური და აი სულიერება და ასე აუცილებელია ისე ვაჟაბშაველას დავესეცხები რომ მიმღებლობა აქვს სამყაროსი როგორიც არის სამყარო ხო ესე იგი ესეა საჭირო ვაჟაბშაველაზე ხშირად მიფიქრია რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხო არ იყო, აი კოსმიური ადამიანი იყო. სულიერი მე ასე დავარქვევდი. თვითნაბადი, აი არ ვიცი, აი ესეთი სიბრძნე ადამიანის აღემატება მოვფიქრობ, რაც ვაჟებშაველას ქონდა და იმეც ძალიან მიყვარს და საგანძური გვაქვს ამოუწევი. აი როგორ შეუძლია ადამიანს რომ წარმოიდგინოს რომ რამ შექმნა ადამიანად რატომ არ მოվել წვიმა და ყველაფერზე თანახმა წვიმა იყოს, მტვერი იყოს, ბალახი იყოს, შვლის ნუკრი იყოს, ია იყოს, ოღონდაც იყოს სიცოცხლე რა მაგარია რა. ძალიან მაგარი იყო თქვენი სტუმრობა ჩემთან თეონა. მაყურებელს და მსმენელს მინდა მივმართო, რომ გამოიწერეთ პოდკასტი, ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. თქვენი მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.